დილას მესარებოდა ხოლმე საშილო დადგომა და ზოგჯერ ვატყობდი ხოლმე რომ კი ვირბინე მამა და მე ასაცმელს მიმოწევდა ხოლმე აბა ოფლიანე თუ იყო ვერ მოგატყობ ახსოვს და თან მოქმედ სოფლიო ჩემპიონს მოუგე მესამესთვის ანუ მართლა საოცრება მოხდა რომ ეს ყველა როკეტ ორი ქართველის ფინალში და კი ფოტო და მოვიდა ჩემთან თვითონ თო ფოტო გადავიღოთ და მეთქი კლავისა ძალიან კარგი გება გამომივიდა თან მალევე და არ ველოდეს მარტივ გამარჯვებას რაც არ გეკუთვნის და იმას რომ ისე იღებ თან საშინელებაა მართლა და ძალიან ბევრი SMS-ი იყო ზარი და მიმძაფრებდა სურვილს რომ მალე დაუბრუნებულიყავი და დაუბრუნებულიყავი უფრო ისე ძლიერ მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჯუდო ჭანოსთან, ჩვენი მორიგი ეპიზოდი, როგორც იცის გულშემატკივარმა, მსოფლიო სერიის ახალი სეზონი დაიწყო, ჩატარდა პარიზის დიდი სლემი, ასევე ბაქოს დიდი სლემი, რაც შეეხება ბაქოს დიდ სლემს, სამწუხაროდ აქ ჩვენი გუნდი დარჩა მედლის გარეშე, ამას აქვს თავისი მიზეზები, იცის გულშემატკივარმა და რაც შეეხება პარიზის გრანდ სლემს, პარიზი გამორჩეული თავისი ბრწყინვალებით, ასე ვთქვათ, იქ ჭიდაობა ბერსის არენაზე, აკორ სპორტ არენა ქვია ახლა, თუმცა ბერსის არენათ იცნობს საზოგადოება, მართლაც განსაკუთრებულია და პარიზში ჩვენი გუნდის მონაგარი გახდათ ერთი ბრინჯაოს მედალი და ერთი ვერცხლი. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ვერცხლის პრიზიორი გახდა ლუკა მაისურაძე. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გთხოვდა ჩვენ ლუკა მაისურაძის მოწვევას ჩვენთან პოდკასტში. და აი ლუკას ჩვენ დაუკავშირდით და დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული და ბევრი გულშემატკივრისთვის ძალიან საყვარელი ჯუდოკა, ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე. მოგესალმები ჭანო და მოგესალმები, მივესალმები შენს ინტერნეტ მაყურებელს. ცოტა უჩვეულია შენი ესეთ ფორმატში ხილვა, თარო შენი ხმა მესმის და მეც რო შემიძლია ლაპარაკი და რა ვიცი. ამიტომ მადლობელი ვარ მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი, აი ეს ჯუდოგებიც, იმიტომ დავამატეთ ჩვენ მიკროფონს, რომ ნაცნობი იყოს. ტატამიზე რო იგზნო თავი. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცის გულშემატკივარმა წლებია ხო მე მიკროფონთან ლუკა ტატამიზე. ლუკა იცის გულშემატკივარმა ცნობილი მიზეზების გამო ხო ის იყო დისკვალიფიკაცია ეწრიანი ჩვენ ამაზეც ალბათ უღურეს სიტყვით შეიძლება ვისაუბროთ. დასრულდა რაც თავარია ხო როგორ ხარ ახლა იჭიდავე ორი ყველაზე მაგარი ტურნირი ხო მოდი ესე ვთქვათ რაც დაბრუნდი ხო ტატამიზე გავიდა ერთი წელი და პირველი ტურნირი იყო შენთვის ტოკიოს დიდი სლემი, გახვედი ფინალში. და შემდეგი მეორე ტურნირი იყო პარიზის დიდი სლემი, აქაც გახვედი ფინალში. აი მოდი ამაზე ვთქვათ, სანამ ფინალებს გავარჩევთ, კმაყოფილი ხარ თუ არა, აი ესეთი დაბრუნებით, თუ უფრო მეც ალბათ უფრო მეცელოდი. მოლოდინი ყოველთვის რაღაც უფრო მეტის გვაქვს და უფრო მეტი გვინდა, მაგრამ არის ის რაც არის. მაგრამ მე დავბრუნდი ცოტა უფრო ადრე ევროპის თასი ვიჭიდავ იტალიაში, სადაც პირველ შეხვედრაში დავმარცხდი და ნუ იმ მარცხიდან იტალია ხო ეს აღარ მახსოვს. რომში პირველი ხო გაფრთხილებებით ხო? ხო. ეს IGF-ის ტური პირველი. IGF-ის პარიზი. ხო. შენაც გაინტერესებს სადაც ხარ პირველი იყო და ნუ ის მარცხი რა თქმა უნდა ძალიან დამეხმარა და ძალიან საჭირო იყო ჩემი აზრით. იმიტომ რომ თან აი პირველი შეჯიბრი იყო და თვლი რომ აი ბავშვი რომ აი როცა დავიწყე ძიუდო და ის შიშები და ემოციები ზუსტად ისე ვიყავი აი თვითქოს ერთი წელი გავიდა მაგრამ ემოციურად იმდენს ნიშნავდა ეს ერთი წელი ჩემთვის და იმდენად სტრესული იყო რომ
ეს ყველაფერი ალბათ ერთი წელიც იყო და ცოტა მეტიც იყო ჩემთვის. მაგრამ იმ წაგების შემდეგ დავინახე ჩემი თავი კიდე სხვანაირად და ტოკიოში ჩავედი და იქ კიდევ ვერცხლი ავიღე წინა წლისავით. ხო, ზედიზედ მაინც აი ტოკიო ახლა პირველი სტარტი მოდი ესე ვთქვათ, ხო, ეხლა თუ იტალიაში ფაქტურად ვერც მოასწარი. კარგად გახურება, ხო? მეგონი გაფრთხილებებით დათმე ის შეხვედრა პირველივე, ხო, მაშინ იტალიაში, ხო, ვერ ჩაერთე. კი, ტოკიო ხა ჩემთვის ტოკიო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში ვიჭიდავე და მსოფლიოს პირველი მედალი იქ ავიღე და ეს 2019 წელს კი 91-ში გამოდიოდი მაშინ, ხო. ეს ემოციები ჩემთვის ძალიან რა გითხრათ, ხა მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ გაუთანაბრებ, მაგრამ არც არაფრით არ ჩამორჩება, რადგან პირველი იყო. და ამიტომ რადგან ძიუდოს სამშობლოა ეს ტოკიო არა იაპონია, ტოკიოში ჩასვლა ჩემთვის სულ დადებითად და ისეთი მუხტით არის ხოლმე სავსე და ტოკიოს გრანსლემის რა თქმა უნდა და თან სულ იაპონელებთან გიწევს ასპარეზობა, იქაც ორი იაპონელებთან მომიწია, მესამესთან დავმარცხდი, მაგრამ ძალიან დადებითად შევაფასე, რადგან ეს გზა მარტივი არ იყო რა. რა თქმა უნდა. მოდი მაინც საბოლოო ჯამში მურაოსთან მე მგონი წინა გრანსლემი 2023-ს მურაოსთან დათმე ხო ტოკიოში და ამჯერადაც მასთან მესამედ დავმარცხდი. მესამედ ხო და და კიდე გაქვს მანამ მურაოსთან ხო გაქვს კიდე ყაზანი ხო პირველი იყო 90 ჩემი ჭიდაობა და იქ ხო ყაზანის დიდი სლემი ოფცი 21 ხო ფინალში გადასასვლელი დავმარცხდი მაშინ ხო ნახევარფინალი ნახევარფინალი წავაგე ეხლაც ისე ზუსტად ისე წავაგე როგორც მაშინ მაგრამ წინა წელს შედარებით უკეთესად ვიჭიდავე წელს ისე ვერ ვიყავ ეს კონდიცია ფიზიკა გამძლეობა ეს ყველაფერი ისე არ არის როგორც ჭირდება და როგორც მინდა რომ იყოს მაგრამ მუშაობ და ალბათ მეოთხე შეხვედრა იქნება სადაც იმედია ჩემი გამარჯვები დასრულდება თორე ესე გაგრძელება აღარ შეიძლება ხო სამის კოშმარია უკვე მურაო ჩემთვის სამი მარცხი მარტივი არ არის ისეთი უხერხულად საჭიდაო სპორტსმენი ძალიან გამოცდილი ძალიან მაგარი ბიჭია და თან ძალიან მაღალი გრძელი კიდურებით საცია და მარტივი არ არის საციებთან გიჭირს ხო ბოლოს სამი მარცხი საციებთან განვიცადე ეს კორეელის საცია ხო პარიზი ეს კორეელი საცია თან იაპონიის შემდეგ რა ტოკიოს შემდეგ იყო შეკრება თქვენ დაარჩით იაპონიაში სადაც გავდიოდით შეკრებას და ეს კორეელი მოდიოდა ხოლმე და სულ ჭიდაობდით 3-ჯერ 4-ჯერ ვიჭიდავით და თან მე მეგონა რომ სულ 91-ის მოჭიდავა იყო და ჭიდაობდა თურმე აი რას მიმზადე იქ ტოკიოს შეკრებაზე თვითონ ხო არც ისეთი არაფრით არ გამოირჩეოდა ეხლა რომ ჩემზე მოგება შეეძლოს მაგრამ თურმე რას მიმზადებდა თურმე რას გიმზადებდა და თან გულში ხო პირველი ოქროს მედალიც მოიპოვა გრანსლემზე მეგონა რომ პირველ ოქროს მოიპოვებდი გრანსლემზე ფოტოშოპის ხო ეხლა რომ უყურებდი შენს შედეგებს ხო ასე ვთქვათ სლემებზე 6 ვერცხლი გაქვს მაგრამ კაი ამაზე არ გვინდა პარიზი მაინც მაინც დაუბრუნდეთ მაინც პარიზს არის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ და ბევრჯერ უნდა დაუბრუნდეთ კიდე პარიზში რადგან ის ემოციები ის არენა და ის გარემო არის ჩემთვის გასაოცარი ძიუდო ვისაც ნანახი აქვს და პარიზის გრანსლემი ნანახი არ აქვს ჩემი აზრით ძიუდოაზე არაფერი არ იცის ესეთი საბეჭდილება და შეხედულება მაქვს რადგან ის გარემო ის ხალხი და ეს ემოციები არასდროს არ დამოვიწყდება ჩასვლა მეც ხა მეგონა რომ მაინც როგორც იცი ხა ოლიმპიადის შემდეგი წელია ხოლმე ბევრი ცვლილებები არის გუნდებში რაღაც სიახლეები და მეგონა რომ ესეთ ინტერესი წელს არ იქნებოდა და შევწდი ძალიან მაგრად იმიტომ რომ ამდენი ხალხი ბილეთები ფაქტობრივად ფლინად გაიყიდა პერსის არენაზე და რაღაც 20000-მდე გულშემატკივარი იყო. სულ გაყიდული იყო და ჩემი მეგობრები იყვნენ მოსულები და მე გადამყიდველებისგან იყიდეს თორე ბილეთები საერთოდ არ იყო, ის არაბები ყიდნენ გარეთ და იმათგან იყიდეს. იმათგან იყიდეს გარეთ, ხო? საერთოდ არ იყო ბილეთი. ხო, და თვითონ ეს გარემო სიტუაცია იქ
მაგარი სანახაობა არის და ადრე ხო უფრო მეტი შენ უფრო გახსოვს, უფრო მეტ ტატამზე იყო გაშლილი. 5 იყო ხოლმე. 5 ტატამი და ერთხელ ჩამოსული ვიყავი, ოღონდ არ მიჭიდავია შეკრებისთვის ვიყავი ჩამოსული და დილას 6 საათზე გავიღვიძეთ. რომ ბიჭები ამდგარი იყვნენ ეჭამა საჭმელი ხა დილას ხო უნდა ისაუზმო რომ გადახვიდე და დილას 6 საათზე გავიხედე და წვიმდა ხა. მოგხსენებთ თებერვალში პარიზში ისეთი ამიდია ხოლმე ცუცუდი ამიდი და ეს ამდენი ხალხის რიგი რომ დავინახე და მე სად მიდის ეს ხალხი და თურმე ზიუდოზე მოდია და მე ესეთი რამე თავიდან ნანახი არ მქონდა და შიგნით რო შევედი ეს საოცრად იყო მართლა იქ ჭიდაობას ნუ გინდა ფრანკს მოუგე გინდა იმის ბიცაშვილს მოუგე მამიდაშვილს მოუგე მაინც წამოდგება ფეხზე ტარს აგიკრავს ავარია კარგი გდება გააკეთო და ნუ ხალხს ასიამონა ეს ძალიან მაგარი გარემო ჩვენთან ამას არ დაგეპასებენ ცუდად შეგამყოფენ ძალიან ხო პარიზის სლემზე ხა ამ სლემზე შენ მოუგე ფრანკსაც მოუგე მსოფლიო ჩემპიონსაც მოუგე აი ტაჯიმა გოკის ხო რომ შემდეგ გულშემატკივარი ამბობდა ესეთ რამეს რომ გოკისთან ხო არ დაუშვათ მთლიანად მთელი ენერგია მას ხო არ შეალია როგორც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ხო ამ ტაჯიმა გოკის ნახევარფინალი ხო მთელი ენერგია შევალი მაგრამ ნუ ხა ეგ არაფრის გასამართლებელი არ არის ფინალში რაც მოხდა ნუ საერთოდ ვერ ვიჭიდავი ჩემი ჭიდაობა და დაკარგული ვიყავ ესე რომ ვთქვა ცოტა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს მაგრამ ის არაფერს შუაში არ არის ამასთან ძალიან ცუდი შეხვედრა ჩავატარე საშინელი შეხვედრა ну სკოლა ისიც ძალიან დაღლილი იყო მე თავიდანვე დავიღალე ჭიდაობა დაიწყო თუ არა ну ენერგია არ მქონდა რომ მეჭიდავა ну კორეული სტილი ეს ხდებოდა ეს შეუნაგდა ეს ხო ну არ გაძლევს ჭიდაობის საშუალებას თუ რაღაც ძალიან ახლოს არ მიხვედი და რაღაც ქართული სტილით ბოლომდე არ მოითრიე და ეს შეკრული არ ეჭიდავე თუ თავის ჭიდაობა მოგახვია კორეელმა ჩემი აზრით იმასთან ჭიდაობა უკვე ძალიან გაგირთულდება ეს გაუთავებელი ჩახტომები, კისრულები, ძალიან. ანუ საბოლოოდ Golden Score-ში გადავიდა და იქ აი ჩახტომითი კისრულით ასე ვთქვათ მომიმთავრა. მოიპოვა ეს. ეხლა ყურში მახსოვს როგორც დამჭყავდა მოგების შემდეგ არ დავავიწყდება. თვითონ არა რა ხა ემოციას აცხოვდა ყველა ეს ჩემთვის არის ცუდი თორე. ემოცია უხდება ყველა გამარჯვებას. ხა ამას ვერც გააკონტროლებ და ხა ვის არ უხარია მოგება. თან პარიზის გრანსლემის მოგება და თან შენნაირ მეტოქესთან ხო რა თქმა უნდა ხამისთვის ხო გურია ხო თან ახალი გადმოსულია მე მგონი 90-ში ხა იჭიდაო პირველში ხა შენ მისთვის მსოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ხარ და მისთვის ახლა ალბათ მართლა ეს იყო ხო ყველაზე მაგარი შეხვედრა რომელიც მან მოიგო ალბათ ეს არის მისთვის არა მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი ხო ამიტომ გამოხატა ალბათ. კი, არა. ხო. არ უძრახავთ. ლუკას ხო აი გულშემატკივარს აინტერესებს ალბათ ხო აი ისე რა არის აი ალბათ როგორ ახსნი ხა რაღაც ტურნირები იჭიდავე უკვე ხო აი ძნელია ეს ალბათ ხო აი ესეთი რაც მოხდა იმის შემდეგ ძალიან აი ხო რას გზნობ რა როგორი შეგრძნებები გაქვს აი უსამართლობას რო გრძნობ უსამართლობაზე ცუდი არაფერი არ არის რა აი რაღაც რაც არ გეკუთვნის და იმას რო ისე იღებ თან საშინელებაა მართლა და მიდე ჩემი ექიმს დიმა ბაღათურიას მოუხადო ძალიან დიდი მადლობა ის რო არა მე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია არა ძალიან 4 წლამდე დისკვალიფიკაცია მემუქრებოდა და რის გამო დღემდე არ ვიცი და ალბათ არავინ არ იცის როგორც მე არ ვიცი ისე ну რაც მოხდა ეხლა წარსულზე მე ესე დარდი და ტირილი და ესე მიყოლა არ მიყვარს შვიდა აქ ხარ რაც თავარია და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ ამით მე სიამოვნებას ვიღებ და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს თუ სადაც ხარ იმით თუ სიამოვნებას იღებ ყოველი წამით ყოველი წუთით ის ვარჯიში თუ დაღლით თუ ტკივილით ეს ჩემთვის არის სიამოვნება და ну მე დღეს აქ ვარ და ნახოთ გაგრძელდება ეს ყველაფერი ხა ეს ამას ორი მარცხი კი ვიჩნე ფინალში მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ იმიტომ რომ მართლა მარტივი არ იყო რა უცბად გახვიდე და ტოკიოს გრანსლემზე ფინალი იჭიდაო შემდეგ პარიზზე ფინალი იჭიდაო არ არის მარტივი კი მაგიტომაც აღნიშნეთ რომ ორი ყველაზე მაგარი ტურნირის ფინალი იჭიდაო თან ესე მიყვარს ხა
ხო. არის Grand Slam-იც და არის Grand Slam-იც შეიძლება ჩახვიდე და ისეთი Grand Slam-ი იყოს, რომ ევროპის თასი ჯობდეს და ის დიდი ტურნირების ჭიდაობა ჩემთვის რაღაც გამოწვევების სირთულეები არაზოს არ მაშინებს და პირიქით სადაც სირთულეა, იქ მიყვარს ყოფნა, რომ მეტი დაძაბულობა, მეტი ექსტრემია და ეს სიამოვნებს რაღაც დაძაბულობას რო გადალახა, უფრო ჩემ თავში ბედნიერი ვარ, უფრო რაღაცას ვაჯერებ ჩემ თავს, უფრო მეტი შემიძლია, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ეს მომწონს რა. ამ ყველაფრით რაღაცას საზრდო ესე რომ ძალიან კარგია ხო ადრე ერთ შენ პატარა ინტერვიუსაც უყურე ხარ რომ გამოვდი ეგეთ რამეს რომ ანუ თავიდანო ისე ვიყავიო რომ ძიუდოს მიმართო რაღაც ვეღარ ანუ მართლა ესე იყო ანუ ოლიმპიადას ვერ უყურებდი ხო არ თავიდან ხო დაიწყო ახლა მთლიანი წელის გამოტოვება ტოკიოს Grand Slam-ის შემდეგ მომიწია მთლიანი წელის გამოტოვება და ბევრი Grand Slam-ი იყო და თავიდან პირველი ორი თვარა საერთოდ არ მიყურებია მე კიდე დავიწყე და ოლიმპიადა რო დაიწყო საერთოდ ვერ უყურე ვერ უყურებდი არ შემეძლო უბრალოდ ესე იყო რა უკან გასაგებია ხო ემოციურად შეიძლება ვიღაცამ დაძრახოს რომ ქართველები ჭიდაობენ ეს ჩემთვის რაღაც მეტად პირადული იყო ვიდრე ну ალბათ ადამიანმა უნდა მოკლა სპორტულად ეს იყო ჩემთვის სიკვდილი და ну მეტი ცუც ალბათ ვერ გაგიკეთებს ვერავინ ალბათ უნდა მოკლას თორე სხვა არ ვიცი სხვა ახსნას ვერ უძები რომ თავარი არის რომ ეს შენ თავში მოძებნის ძალები ხო საბოლოოდ და თორე შეიძლებოდა ფიქრობდი ეგეთ რამეს რომ შეიძლებოდა რომ საერთოდ მაგალითად თავიდან ხო აი საქართველოსთან ცოტა ხანი წავედი მე და ჩემი მეგობარი ხან სად ვიყავი რომ ნუ არ მინდოდა რა რაღაც თან ხალხის დამოკიდებულებაც როგორ იყო აი ეს აბა ხა დოპინგს და სოფლიოს მეც მოვიგებდი და ხა დოპინგს თუ მიიღებ იმას მეც ნუ ეს შემთთვის იყო ნუ საშინელება რა ამაზე მეტი გულისტკენა არაფერი არ არის რომ შენ რაღაცას წვალობ თელი ცხოვრება შრომობ შენ დასახულ მიზანს მიაღწევ და უცბად ხობ და რაღაცები უკნინა გესმის ყურში რომ ესე და ნუ საერთოდ არავის აზრს და ყურადღებას ხალხისაც არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას ვიცი რა საკაცმავს გასაკეთებელი ვიცი საიდანაც მოვდივარ ვიცი როგორც მოვდივარ და ისევ ცხოვრობ რა ხა სხვისი აზრებით და ფიქრებით არასდროს არაფერი გამიკეთებია მაგრამ მაინც სრული იყო რა ამ ყველაფრის მიუხედავად მაგრამ 2-3 თვე დამჭირდა და ჩვენ დავბრუნდი ტატამზე და ჩოლ რეჟიმში გავაგრძელე ვარჯიში თავარი ეგ არის კი თავარი ეგ არის საინტერესოა ახლა გარდა შენ ხშირად დეფხობ კიდე რაღაც სხვადასხვა ვიდეოებს ბუნების წიაღში ხარ ხშირად და ეს გეხმარება კიდე და ისედაც გიყვარს ხო მე მგონი გამტვირთვისთვის კაია და ამ სიტუაციაში კიდე უფრო ალბათ ძალიან გეხმარება ხო რა თქმა უნდა ბევრი ჩემი მეგობარი დამეხმარა ამ ყველაფერში აი ეს ბუნებაში გასვლა ნადირობა ის აი ბევრი ხობი მაქვს ჩოგბურთის თამაში და ნუ ეს ყველაფერს ყურადღების გადატანა ძალიან მეხმარება და ისედაც იმიტომ რომ ძიუდოს ძალიან დიდ დროს უთმობ და ნუ ვარჯიშზე ძიუდო, სახში ძიუდო, ტელეფონში ძიუდო, ნუ ყველგან ძიუდო და უცბად რა ყველაფერს მოწყდები და სულ სხვა ფიქრებში ხარ, ეს ყველაფერი უფრო მეტ იმას გაძლევს, რომ რაღაცა ძიუდო ცოტა ხანი გადადებ გვერდზე. სხვა საქმეს აიღებ და მე რო ბრუნდები, უფრო მეტი ენთუზიაზმით ხარ, უფრო მეტად ესე ვარ მე პირადად, იმიტომ რომ სულ ძიუდო მართლა ცოტა სტრესულია. არ არის მარტივი ძიუდოს კეთება, პირდაპირ გეტყვით. დამწყებო ძიუდოისტებო, აქ ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, თავდადებაა საჭირო, პატივისცემაა საჭირო და ნუ მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა ხანი გხლის და ცოტა ხანი და მიატოვო, სხვა საქმეს მოყიდა ხელი, გართობებს, ჰობებს, წიგნის კითხვას, სწავლას, ეს ყველაფერი ძალიან აუცილებელია. მეგობრებს, გართობას და ნუ ძიუდოც მე უცბად უნდა დააბრუნო ცხოვრებაში. რადგან დიდხანს არ უყვარს ისე უყურადღებოდ ყოფნა. ხო, მასაც ისე არ გამოდის ხო. თუმცა შენ რო დაიწყე ეხა ვიხსენებდი პირველად როდის გნახე. მე მგონი ბაჰამის სოფლიო ჩემპიონატი იყო ახალგაზრდებს შორის, ხო, ეხა ვიხსენებდი პირველად ეგ არის 2018 წელი. სულ მგონია ხოლმე რომ აი ახლა ხანს იყო და ეხლა რო დავფიქრდი, აი 7 წელი კი არის მეტი გასული, ხო. დიდებში რო გადმოვედი, ეხლა 27 წლის ვარ და მართლა არ მჯერა, ანუ ახალგაზრდები რომ მორჩა და გადამოვედი დიდებში და იქიდან აქამდე ეს ხელად როგორ გავიდა, არ ვიცი. ალბათ კორონავაც განაპირობა და ამერჩვა წელვაც, მაგრამ კი. მაშინ, ესე იგი, მაშინ იყავი 19 მაშინ ვიყავი 19 წლის, ხო. და მახსოვს იქ
მაგარი შედეგი იყო, მეგონი ლაშა ბექაური გახდა მსოფლიო ჩემპიონი, გელა გახდა ჩემპიონი და მედლები ჰქონდათ. მე მქონდა მესამე. ბრინჯაო ჰქონდა, ხო? სადაც ჯაბა იყო 4 კი ჯაბას ჰქონდა. კიდე, ხო? მესამეები ჰქონდა და 2 ოქრო. მაგარი ის იყო, ხო? თან ისეთი ადგილი იყო, რომ აი მანდ ძიუდო საერთოდ არ იგრძნობოდა რომ ჩავედით. ჩვენ ხო სასტუმროში ხო ვიყავით და ანუ სასტუმროდან ნამყოფი ხარ შენც იქ იყავ. ეს ჰოლი უნდა გაგევლო და იყო სადღაც 300 მეტრი კაზინო გასავლელი და სადღაც საკონფერენციო დარბაზში იყო ძიუდო და ნუ საერთოდ არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ იმდენი დამსვენებელი ჩადის ხალხი გასართობა დასასვენებლად და შენ იქ წონას იკლებ დარპლაშუკებით გარეთ 300 გრადუსი სიცხეა და შენ გარეთ დარბი ხარ და საუნა კოსტუმები გაცვია და ნუ ძალიან რთული იყო რაღაც ძიუდოს გარემო არ იყო საერთოდ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ კარგი შედეგი დავდეთ. ხო, არა, მახსოვს ეგ მაგარი იყო, ხო. არა, ესეთი ადგილი იყო სერიოზული და რაღაც. კი, მე გადახვედი დიდებში, ანუ კი, მაგის შემდეგ გადავედი დიდებში, კი. ბაჰამების შემდეგ. უკვე 2019 წელი. მაგ წელს რომ მოვიგი დიდებში საქართველოს 91 კილოში, ანუ ხო, მაგ წელს ანუ დიდებში რომ გადავედი, პირდაპირ მოვიგი საქართველოს და იმის შემდეგ შემოვაბიჯე დიდების ნაკრებში. კი ბატონო. მოდი სანამ აი მაგას კიდე გავიხსენებდით, იმ დღეს სხვადასხვა მეგონი ხაშურის სპორტსედო, მამას ფოტოედო, ახალგაზრდობის, ხო? და მაგარი ფოტოა ძალიან და ამეთი რასაინი გავსთან ხო, ისეთია და მოდი ეს რომ კიდე ერთხელ გაახსენე გულშემატკივარს და შენ დაინტერესება, ნუ ოჯახი მამა იყო ძიუდოისტი, ესე რომ ვთქვათ, ძიუდოს ჭიდაობდა, უფრო ქართულებს სოფელში ძალიან კარგი ძიუდოისტი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ ესე რომ იციან ხოლმე რა, ის ცუდი დრო იყო, თორემ მე ისეთი მაგარი რა მართლა კარგად ჭიდაობდა, მაგრამ უფრო ესე იციან ხოლმე, რომ მაშინ ისეთი გაზიო ქონდა, წყალიო ქონდა, სად იყო ხელშეწყობა. ნუ ძიუდოს ჭიდაობდა და ნუ სამი ძმანი ვართ და სამივე ძმა შევიყვანა ძიუდოზე, მე ყველაზე პატარა ვარ და ნუ დავიწყეთ ესე ძიუდოს ჭიდაობდით. უფროსი სწავლას გაყვა, ესე ორივე ნუ ძალიან კარგია, მაგრამ ან აქ უნდა ჩადო ყველაფერი, ან იქ უნდა ჩადო ყველაფერი და ნუ უფრო სწავლა არჩია, ჩემ შუათანაც ძმა ძალიან კარგად ჭიდაობდა და თვალების პრობლემა და ნუ ისეთი ისინი შეიქმნა, რომ ძიუდოს გაგრძელება აღარ შეეძლო. ესე შემოვრჩი მე და მამა შემომციცირა თვალებში, რომ შენ მაინც გეხვეწებიო. არ დამტოვო და ესე გავაგრძელე ძიუდო და ნუ თავიდან ცოტა ისე ვიყავი, რომ არ მომწონდა რაც ისე იყო. ეს ხაშურში ხდება, ხო? ხაშურში კი და თან ორი იმას დავდიოდი, ძალიან მოусვენარი ბავშვი ვიყავი, სახში ვერ მაჩერებდნენ, ვერ სკოლაში ვერ სად და ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი იყო ძიუდოს სკოლა და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი თავისუფალი. და ორივეს დავდიოდი ხოლმე, იქაც დავდიოდი და იქაც და მე ცოტა ამერია ჭიდაობები, ძიუდოში ფეხი შევდიოდი, იქაცდებოდა რაღაც ჭიდაობდი და წრელმა ან ერთი აირჩი, ან მეორეო და აქ უკვე მამის ფაქტორმა აქეთ ძიუდოსკენა და აქეთ გავაგრძელე. და დავიწყე ესე მამის კვალ და მამის იმიტომ რომ ეს სულ დამდებდა, სულ მაკონტროლებდა ყოველ აი დილას მესარებოდა ხოლმე საშლა დადგომა და ზოგჯერ ვატყუებდი ხოლმე რომ კი ვირბინე მამა და ვერ ასაცმელს მიმოწევდა ხოლმე, აბა უფლიანე თუ იყო. თავიდან ვეტყობოდა რომ ძალიან მაგარი სტილი ჰქონდა ჭიდაობის და მოხერხებული იყო და გამოდიოდა რა ყველაფერი. ამ უბრალოდ სულ ჭიდაობა და სულ ჭხობი და სულ მაგარი გაშველებაში ვიყავი და ბოლოს მივედით იქამდე რომ ეს ძალიან გავახარე და მაგარი ბიჭია. იყო პერიოდები კიდე ყველაზე დიდი სირთულე იყო გარდატეხის ასაკში და სადღაც 13-დან 17 წლამდე დიდ გაუზება ეზარებოდა. სულ მაგაზე ვჭხობობდით, სულ მაგაზე რომ ადექილიყო და ხან თხოვნით, ხან ჭხობით, ხან ისე და როგორც იყო მივიყვანე რა, შევაყვარე თავიდან ბოლომდე სპორტი, ჭიდაობა რასაც ქვია ძიუდო და ნუ რა თქმა უნდა ეხლა რომც ვეხო ცოტა ძალიან მეთქი შეშეყარებული რომ მაგას მე აღარ დამიჯერებს და თავის დამდებელს არ არის. ნუ მივიდა იქამდე რა მიზანდასახული ბიჭია, გავიც ყველას გული გაახარა მშობლების, სახლობლების მთელი საქართველოს, ხლა ევროპა მოიგო, მსოფლიო მოიგო, ბევრი იწოლა, ბევრი იშრომა. გაგვახარა მაგრად. ასე რომ საერთო ჯამში კაი ბიჭია.
at him coming out there. You know, I mean, they both come out as great champions. He's going, what's here? Yeah, it is. ну ესე წვალებით და მე უკვე ცოტა დიდი რო გავხდი და რომ მივხვდი რომ აქეთ უკვე ძალიან ბევრი დრო მქონდა დახარჯული და უკან დასახევი გზა ყოველთვის არის ბრძოლას ბოლომდე ყოველთვის შეიძლება და მეთქი მაინც ვიბრძოლებ რაც ექნება თქო და ესე შემორჩი ძიუდაში ხო ეს წამოვიდა ეს პერიოდი და აი ხო არ გახსოვს აი პირველი მაინც რა იყო პირველი ისეთი медаლი ან გამარჯვება სადაც პირველი медаლი უրա მაგარია და კიდე მეტი პირველი медаლი იყო 73-ში ვიჭიდავ ეს საქართველოს აი ჭაბუკები და ჭაბუკები და უკვე წონას ვეღარ ვიჭერდი და მაშინ იყო ხოლმე ანტალიაში მეგონი ეხაც არის ის ევროპის თასები კი არის ეხაც კი და იქ ავტობუსით დავდივით ხოლმე მაშინ ავტობუსით ვარ პიტერში დამყოფი ხორვატიაში დამყოფი ავტობუსის მაგარი ისტორიები გვაქვს და ჩვენ მაგარ მწყობრთან ერთად ზურასთან მეგონი შეიძლება იცნობთ შეიძლება კი ხა და ავტობუსით წავედი და იქ უკვე 91 კილოში ვიჭიდავე და იქ ავიღე მესამე ადგილი და ეს იყო ევროპის თასის პირველი ჩემი медаლი და ნუ აი ეს იყო მართლა დიდი ინსპირაცია და დიდი სიხარული ჩემთვის და ნუ იქიდან დაწყებული უკვე შედეგების დავიწყე უფრო ისეთი მსუყე და კარგი კი ბატონო მე იყო ეს გავიცხინეთ ეს ხო შენი ამბები დიდებში საქართველოს ჩემპიონობა და მე უკვე კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა მსოფლიოს პრიზიორობა კი ახალგაზრდებში საქართველოს სულ ვიგებდი და მე დიდებში უკვე დიდების ევროპის თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი მე იყო პირველი ჩემი медаლი ევროპის თამაშებზე მინსკში ხო ეს ორი медаლი დამკიდეს და მაშინ ძალიან თორე მაშინ ეგრე იყო მაშინ კი არა ეგრე იყო ხო კი ანუ ევროპის ჩემპიონატიც იყო და ევროპული თამაშებიც ხო მოიპოვე ბრინჯაოს медаლი მათ ხო ძალიან კარგი იყო და შემდეგი წელი უკვე არა იგივე წელია მალევე თან სადღაც ერთ თვეში დაახლოებით იმიტომ რომ ის იყო მე მგონი ივნისი ან ივლისი მინსკი არა თამაშები მინსკი იყო ხო მინსკი ბელარუსი ხო და იქიდან უკვე მე მგონი 28 მარიამბობას იყო 28 აგვისტოს ჩემი დიდაო და უკვე ტოკიო და ის ტოკიოში ჩასვლა და ჯერ ეს მანამდე კი ვიყავი ნამყოფი მაგრამ ვიყავი ოსაკაში ნამყოფი შეკრებაზე ორჯერ და ის ტოკიოში პირველად იყო შენთვის ის მართლა სოფლიოზე ეს გარემოც და ნუ სასწაული ორგანიზება აქვს ხა თან ხო ყველაფერი უკვირთ იქ რო ჩადიხარ და ასე ყველაფერს რაღაც ისე გამოხატავენ და ეს ყველაფერი ჩემთვის იყო რაღაც ახალი და ძალიან საინტერესო და თან ეს медаლის თან 7 შეხვედრის ჭიდაობა მომიწია არასდროს არც ერთ შეჯიბრზე 7 ჯერ არ მიჭიდავია და მაგარი ჩემპიონატი იყო ხო და ბუდოკანში ჩატარდა ხო გახსოვს ხო როგორ არ გახსოვს ფახსოვს ვერ მოგატყვე ფახსოვს და თან მოქმედ სოფლიო ჩემპიონს მოუგე მესამესთვის და ეგეც კი ბევრი იტირა მე და ილაპარაკა რომ რაღაც 10% ვეჭიდავე და 5%-ით ეს იმას მოვლა ის ხო ხო ნუ მოვლა ის იქთელი ამბები შემეთქვა მაგრამ ვიცი ვიყავ ყველაფერს უყურებდი მაგრამ ნუ 2-3 ისეთი მომენტი ქონდა ჩემთან რომ აი 100%-ით ვეცემოდი მე რა შვებოდა რომ იპონზე რომ დავეცემოდი მე როგორ ახსნიდა რომ არ ვეჭიდავებოდი ხო არა ესე იგი ეგ მსოფლიო ჩემპიონატი ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსოფლიო ჩემპიონატი იყო არა ლუკა როგორ შეიძლება მე იმიტომ ახსოვს რომ ჩემთვის პირველი იყო ხო შეიძლება მაგრამ ნუ ისეთი ორგანიზება ქონდა რომ ნუ ევროპაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატები ახლოს ვერ მიყვან ნუ იაპონელების სხვანაირად უდგებიან და უყურებენ ამ ყველას თან ბუდოკანში კიდე გარემოც სხვანაირია ეს უძველესი დარბაზი ძალიან მაგარი სულ კამერით აქტივენ ეს ავტობუსი რო გაჩერდება და ყველას უყურებენ და ჩანთიდან როგორ ამოალაგებ და როგორ ჩამოდიხარ და წყალს როგორ სვა და რაღაც ისეთ უცნაურ დეტალებს იჭერენ. განსხვავებული ხედვები აქვს რა იაპონელებს მოკლედ. და ვინც ჟურნალისტებსაც და მაგარია და
ოღონდ ცოტა ხანია კარგი, რაღაც ერთი კვირა, მაქსიმუმ 10 დღე კარგია, მაგრამ მე სულ ერთი და იგივე სულ მეორდება. ახარ კიდე იგაჩერება და გამოგცევა. მე მგონი მაგ დღეს გახდა აგბენენუც. კი, ერთ დღეს უჭიდა. მე მგონი მე ფოტოები ფოტოს ერთად გახსოვს პრესკონფერენციაზე მივდიოდით და აუ პრესკონფერენციას უჩატარდა, მან იყო მარტო ეგ პრესკონფერენციაში და ჩემთვის ძალიან უცხო იყო რომ მარტო ფეხბურთელებთან მქონდა ნანახი რომ ესე რომ ჩადგება და იქით მილიონი ჟურნალისტი და მეთქი რა ხდება სად ვარ ჩანო. ხა გამახსენებდა. მე მგონი რაღაცა შენ და აგბენენუმ კიდე რაღაცა გითხრა აგბენენუმ მაშინ, იმიტომ რომ ახალი გამოჩია, ახალი თან ხო რამოდენიმე შეჯიბრზე ვიცნობ ძალიან დადებითი კარგი ადამიანია. ფოტოს გადაღება. კი, ფოტო და მოვიდა ჩემთან თვითონ თქო ფოტო გადავიღოთ და მეთქი კლარისა. ჩემთან კარგი იყო, ძალიან კარგი მომენტები იყო. ნამდვილად გამორჩეული. კი, აი მეც გამახსენდა ეგ ამბები და ემოციები და ხო მსოფლიო ჩემპიონატებზე ნუ როგორია ეხა ორგზის ბრინჯაოს პრიზი 2 ხარ და რაც თავარია მსოფლიო ჩემპიონი. ერთი მსოფლიო ძალიან ცუდად მახსოვს ნახევარფინალი. აი უზბეკეთის ისე დაუმარცხდეს ძალიან ცუდად და ტაშკენტში. კი, ტაშკენტში. თან ისეთ მეტოქესთან რომ სულ 4ჯერ თუ 5ჯერ მყავდა მანამდე დამარცხებული და ეგ ნახევარფინალი დაოთმე თან ძალიან ცუდად და ისე ცუდად მახსოვს, მაგრამ მაინც медали რო ავიღე, გადაფარა ეს რაღაცა. პარლატისთან, ხო? თუმცა რაღაც შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ ჩემპიონატი ისე მაგ პარლატის პარლატის ნახევარფინალში და ცოტა თავში უშვებდი იმ ფიქრს, რომ კიდე პარლატი, კიდე ნახევარფინალი მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მართლა ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და თავში თუ მზად ხარ იმისთვის, რაც უნდა გააკეთო, მე უკვე ალბათ ადვილია უკვე ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. ანუ ძალიან კარგად ვიასპარეზე ეგ შეხვედრასთან მთლიანად ტურნირიც. ნუ თან ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი იყო ჩვენთვის, ხო, რამდენი რეკორდი დამყარდა. მერეც რომ ვითვლიდით ხოლმე, აბა რა მოხდა, იყო რა ერთი ის რომ მოკლედ მოკლედ ერთ ზონაში ხო, 2 ოქროს медали იყო, ხო? ხაშუს 2 ოქროს медали იყო. 2 ოქროს медали. მე ქართული ფინალი კიდე იყო რაღაცა რა, ბევრი იყო რა, ეგეთი ხაშურმა ტოკიოსა და იაპონიას აჯობა და რაღაც ბევრი გადაობები იყო. ლუკა, მოდი მაინც ეს ფინალი, მან ფინალზე ფინალი ვთქვათ რა, იმიტომ რომ მაგარი საერთოდ მე კიდე მეც ბევრი მეკითხებოდა რომ აუ როგორი იყო რომ აი ორი ქართველი და შენც რო ქართველი უნდა გამოვაწყო აი რაღაც მაგარი თან ისეთი ორი ქართველი ვიყავით ფინალში ბევრი ქართველი მონაწილეობდა ხო და თან მოხდა პირველად ეს რამე რომ ორი ქართველი შეხვდით ფინალში 90 კილოგრამში ლუკა მაესურაძე ვაშა ბექაური კი მაგრამ თან ძალიან გასაკვირის არ იყო რომ ჩვენ რო ფინალში შევხვდით ეგ ყველაფერი ნუ იმიტომ რომ ისეთი ფორმაში ვიყავით და თუ წინა ტურნირებიდან აღებული და რეიტინგიდან გამომდინარე და ნუ ალბათ არაფერი ალბათ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა რომ არ გავსულიყავით ფინალში ვიდრე რო გავედით. და ნუ მართლა საოცრება მოხდა რომ ეს ყველა რო ორი ქართველის ფინალში და ნუ წვრილები აღარ მოდიან ისინი უკვე თავიანთ საქმე გააკეთეს ტრიბუნებზე გადაინაცვლეს და ისე რომ უყურებ რომ ორი შენი სპორტსმენი მონაწილეობს მსოფლიოს ფინალში მართლა ძალიან მაგარია და ესეც მოხდა, შევძელით, გავედით ფინალში და შემდეგ კიდე უფრო შემდეგ გასახარად. ხო, რა თქმა უნდა, ისე ლუკა როგორია მაგ დროს ფინალის დროს, ანუ როგორ აი ემოცია საინტერესო, ანუ ეგეთ დროს გავიწყდება რომ მეტოქეც დაუშვათ ქართველი იყო იმ წუთას თუ ან შეიძლება ლაშასაც თავისი ის კონდეს, ანუ აი როგორ არის ეგეთ დროს. თუ თავარი არის რომ მოიგო, ხო უკვე რა თქმა უნდა. თავარია რა თქმა უნდა რომ მოიგო, ნუ ეხა მსოფლიო ჩემპიონობას არაფერი არ შეედრება. რა თქმა უნდა, კი. ეს მაგრამ ძალიან რთულია, როცა ერთი ქვეყნის მოწინააღმდეგეს, ანუ ერთი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს ხვდებიან ერთმანეთს, ნუ ერთი ქვეყნის სპორტსმენები და ორმაგად უფრო რთულია, რა თქმა უნდა და თან ჩვენი ხა ერთმანეთს ძალიან ბევრი გვაქვს ნაჭდავი, როგორც ვარჯიშზე, ისე შეჯიბრზე და ნუ მეგონი მაგწელს იჭიდავთ თბილისის სლემის, ეხლა ვიხსენები და მასტერსიც, ხო? სადაც ვიასპარეზეთ ერთად, ყველგან ფინალში გავედით. ხო. ნუ ევროპის გარდა. ევროპის გარდა, ხო? ევროპაზე დამარცხდი. ანუ ვიცოდი რაც უნდა მეჭიდავა, ლაშამაც იცოდა რაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ რაღაც პატარა დეტალებია, რაც
მე გარდატეხა სახტენს ხოლმე და ჩემსკენ გარდაატყდა. გავხდი სანატრიმ სოფლიოს ოქრო ავიღე და მართლა მაშინ გითხარი რომ საერთოდ არ მახსოვს თქო რა გამოაცხადე ვინ მართლა ის აი ჩემსკენ რომ ბაბი უყარო ხელი გამოიშვირა იმის შემდეგ მართლა არაფერი არ მახსოვს. იმ ილეცეს მე რამდენი ლაპარაკობდა რომ აი რა არის როგორი რანაირი და ბაბი უკვე ცხოვრობდით რომ ევროპის ჩემპიონატი ევროპა რომ მოვიგე სოფიაში. მაშინ ნახევარფინალში მსაჯობდა, მოვიგე, შემდეგ ფინალში მსაჯობდა, მოვიგე და ეხლა აქაც ნახევარფინალში მსაჯობდა. მოვიგე და ფინალში ბაბი უკვე რომ დავინახეთ. პარტიზან ეს იყო, ხო? უეჭველი. იოანა ბაბიუკი ეს რუმინდელი მსაჯია. კი, რუმინდელი მსაჯი, კი. ვინც არის ის გულშემატკივარი, თუმცა ყველა მიცის რა თქმა უნდა. კი, ალბათ ეცოდინებთ იმიტომ რომ ძალიან პრესტიჟული სულ ფინალებს ძირითადად მსაჯობს ხოლმე და ესეც კიდე ჩემთვის რაღაც პლუსად დავინახე რომ რა მნიშვნელობა ქონდა ვიგის საჭიროა მაგრამ ხო იცი რაღაცებს რწმუნებს რომ რაღაცა მარჯვენა ფეხს უნდა გადააბიჯო და რაღაცები გააკეთო რაღაც რწმუნები ხო არსებობს და დავინახე რაღაც მომემატა ძალები და ეს ილეთის მე ვიკითხე და ქვია თურმე იოკო ვაკარე ხო იოკო ვაკარე რომელსაც დიდი ხანი ვამუშავებდი მე მაგილეც ერთხელ მოსაკეთებული ფრანკ დევიდთან აბუდაბიში კი გრანსლემზე მოვიგე ნახევარფინალი მაშინ და მაგრამ მანამდე ვამუშავებდით და მინდოდა რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის აი მაშინ 2019-ში ტოკიოსთვის მაგრამ მაშინ არ დამჭირვებია ამილეთით მაგრამ შემდეგ სულ მქონდა არსენალში და თვლი რომ ძალიან საჭირო მომენტში გამოვიყენე და გამომადგა ისეთ დროს როცა ყველაზე მეტად ალბათ ვჭირდებოდა. კი. მე YouTube-ზე გამოჩნდა რაღაც სხვადასხვა ისენი. კი, ბევრი იყო მე შემდეგ კი და ბევრი მწერდა რომ აბა რა ვქნათ, აბა როგორ გავაკეთოთ და კი, გეკითხებოდნენ ხო? ახსნა რომ აი როგორ და მე ბევრი ამუშავებდა ამას და ისიც დაარქვეს რომ აი ლუკას ილეთი გავაკეთოთ, ლუკა გავაკეთოთ. რაღაც ახლის აღმოჩენები მიყვარს ხოლმე რაღაც ცოტა შეცვალო ცოტა ნუ ყველაფერს ხო აქვს თავის მიმდევრობა და ძიუდოში არ არსებობს ილეთი რომელსაც დიდმა ჩვენმა ბაბუამ არ დაარქვა თავისი სახელი მაგრამ ჩვენ კიდე რაღაცები გვინდა ხოლმე რომ რაღაც პატარა დეტალები შევუცვალოთ და ჩვენზე მოვირგოთ მეც მაქვს რაღაც ბევრი ილეთი რომელიც ჩემზე მაქვს მორგებული და ნუ შეიძლება ვარჯიშზე ვერ გავაკეთო მაგრამ შეჯიბრზე აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე ისე მაქვს დამუშავებული და ჩამსდარი რომ ნუ არასწორია სულ თავიდან პატარა როცა ვიყავი რომ თრალე მეუბნებოდნენ ეს არ არის ძიუდოში არ ძდება ეს ილეთი არ კეთდება ამას ნუ შევი მაგრამ ნუ რაც შენია და რაღაცა ისე შეიძლება მოირგო რომ ნუ დაგეხმაროს და უფრო ისე გამოკადდეს აი თქვა იაპონიაში რო ხართ ხოლმე იქ იაპონელების მათი უკვირთ ხოლმე ან თქვა ფიქრობენ რა საკეთებს ამას რა არის სულ ვიცინი ვარ ხოლმე რომ ნუ იაპონელებს აქვს თავიანთი რაღაც ეს დაწერილი აქვს რასაც არასდროს არ გადაუხვევენ და სულ ისე დაჯდება ისე ადგება წყალს ისე დალევს და ნუ ილეთების და ძიუდო ხო მაგათვის კიდე სხვა რაღაც გარემოა და ნუ ილეთს რომ ამუშავებთ ხოლმე და ნუ ეს კისერს ამიღებს ისიც ხელი უნდა გამითიშოს და ნუ როგორც არის რა კლასიკური ხო ჩაოლებები ჩემი ჩაოლება ეს გვერდიდან უნდა მოვხიო ხელი და ეს იაპონელი ესე გადაწევს თავს ეს მომაკიდრებს საყელოში გამაჩერებინებს ახერს მე დამავიწყდება ისე გადავიტან ეს დამუშავების დროს ილეთის დამუშავების დროს კიდე ესე გადააქნეს და ამ სოფლიო როგორ მოიგო ესე გადავაწევს საყელოში მომაკიდებინებს და ნუ ჩვენი სტილი გვაქვს მართლა რა იაპონური რაც არის კლასიკური ძიუდო იმ ჭიდაობაში არ არსებობს რა ჯობა იმიტომ რომ ის მთელი ბავშვობა იმას აკეთებს და ჩვენ რაღაც თუ არ მოუფიქრეთ რაღაც თუ არ მოვატყუეთ ქართული ისე არ გამოვა მათი დამარცხება ისე ჩვეულებრივად რომ იაპონელს მიხვიდე და ძიუდოთი აჯობო ალბათ გაგიჭირდება ალბათ ორი თავი ძლიერი უნდა იყოს ესე ჩემი აზრით რაღაც ახალი უნდა შეთავაზო რომ გაუკვირდეს ხო ლუკა წესებზე რას ვფიქრობ აი ახალი წესი ხო რაღაც ხო მოგიწია ეხა შენც უკვე ამ ახალი წესებთან კი მომეწონა სხვათა შორის ეს ტატამის დატოვება და შიდორვა ეს ძალიან კარგია თავის დადებაზე რომ მოხსნა არ არის ეს კიდე უფრო კარგია რადგან ძიუდოს წაართვეს ჩემი აზრით ის ბევრი ილეთი ბევრი სილამაზე რომ ნუ ძიუდოისტი სულ ეხა მე მაგალითად სულ დაძაბული ვიყავი რომ აბა ილეთზე რო შევტრიალდები და ცოტა ისე კარგად რო გამომივიდეს შეიძლება თავი დავდო და ნუ უკვე გადადიხარ ტაქტიკურ ჭიდაობაზე შიდოებზე გადადიხარ და ნუ ეს ყველაფერი ძიუდოს ჩემი აზრით უკარგავს იმ სილამაზეს რითაც შეგვიყვარდა ჩვენ ხალხს შეუყვარდა და ესე მოგწონს და ეს იუკომას ალბათ ნუ
რეალურიც არის და ჩემი სამართლიანიც არის, იმიტომ რომ თუ ადამიანს ესე დააგდებ, ну ის უკვე უნდა იყოს. ეხლა შეიძლება მე ასე მანამდე რა ყველაფერი ვაზარი იყო. შეიძლება იმას ესე დაეგდე, კარგი გდება, ან იპონთან მიახლოებული და შეიძლება სულ ესე ხელები ორჯერ დაგედო და იმას მოეგო შენთვის და ну ცოტა ის იყო რა, არასამართლიანი იყო. ესე რო ვთქვა. ეს უკვე ძალიან მომეწონა ეს ტატამის დატოვებაზე რომ ეს შიდო არ არის, იმიტომ რომ სულ ძიუდოისტი რომელიც შენზე მაგალითად ძლიერია, შეუძლია რომ მარტივად გაგიყვანოს ტატამიდან და ნუ ერთი შიდოთი უპირატესობა კიდე მოგიხსენება ძალიან ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს. და ეს თავის დადებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ სხვა ისეთ წესი. ნუ თავარი ხო, თავარი ძირითადი ეგენი არის. კი. და ეს გაფრთხილებები, იმას ტომოინაგეზე რო გაფრთხილებები, ეგ ძალიან მომწონს, რადგან ევროპელებს და ცოტა ისეთ ძიუდოისტებს ჩვევიათ, რომ ნუ შენ დომინანტი ჩავლება გაქვს, უცხო ჩაწვეს და ვითომ ტომოინაგეზე მიდის და აი სკანკს ჩვევია ხოლმე ის ჩემ მეტოქეს მაშინ. ხო, თურქი საშინელი სპორტსმენია, მაგრამ ხო ძალიან ძლიერია. ხო, უთქვამს რომ აი ცუდი ის არის ტაქტიკური, მაგრამ ტაქტიკური მარტო. მაგით ფონს გადიოდა, მაგრამ ეხა უკვე ამ წესებით ალბათ გაუჭირდება. უფრო სილამაზე შეემატა რა ეს უკვე. მომწონს, კარგია. ეს შებოჭვაზეც 5 წამზეც იყო. აი იგი შებოჭვაზე ხო? ну ეს 5 წამზე არ ვიცი რამდენად როგორ იქნება, როგორ წაგვადგება, მაგრამ რა ვიცი. იყოს. თქვათ აი რო იყოს 10, ну კაი, ну ალბათ თქვათ 10-ზე ნახოთ შევხედოთ აბა ხო, ну მოგეთ ეხა როგორ ესე არის კი. ალბათ ეხა ჯერ უყურებენ როგორ წავა, ხო? სატესტო ალბათ. სატესტო და მე ალბათ უკვე ოლიმპიადამდე ალბათ ბევრი დროა ჯერ და რაღაც შეხედავენ, ცუცა მოიღებენ, ცოტას დაამატებენ და საბოლოოდ იმედია ჩვენთვის და ყველასთვის რაღაც კარგზე შევჯერდებით. ხო. შეიძლება უთქვამთ ისე ადრეს რომ აი რაღაცა უშუალოდ იგივე ფეხი რო მოიღეს და ეს რაღაცები რომ აი ქართველები მაგრები იყვნენ ძალიან ამ იმართულებით და იმას კარგად ჭიდაოდი ფეხიდან და რაღაც არსენალი მოგაკლდა რა. ხო, ისე მაგაზე რას ფიქრობ? აი ეგ რო იყოს ძიუდოში კარგი იქნებოდა ჯუდოში. იმდენად შევეჩვიე ხა ზემოდან ჭიდაობას რა უკვე ხა იქ მოხრა და ფეხში მოკიდება, ჩემი ძიუდოს უკვე აღარ ეკადრება ეს. ძიუდოს საქმე ფეხი აღარ არის უკვე ეს წარსულია და მე მგონი რომ კარგია. ზემოდან ესე ჭიდაობა რაც არის, ეს ძალიან კარგია. უკეთესია. მაგრამ ის უკვე მოხრილი ჭიდაობა წა ეს გამართული ვაშკაცურად უფრო ესეთია. კი, შენ ქართულებზეც ეს პერიოდი დაგეხმარა, ხო? ქართულებზეც გამოდიოდი და ხო? ქართულებით ვიჭიდავა, კი. და ძალიან სიამოვნებს, ნუ ქართული ჭიდაობა ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ღირსების და ნუ ყველაფრის რაღაც გამომხატველია, რომ ნუ საიდანაც მოვდივართ, როგორც მოვდივართ, როგორი ვაშკაცობით, ღირსეული ადამიანის ის არის რა. იმიტომ რომ ქვეჭიდის ნუ ხა ძიუდოში კი ქვეჭიდი და ღირსობას ანიშნავს, მაგრამ ძალიან ისეთია, რომ ქართული ჭიდაობა ჩვენი ტრადიციების ქვეჭიდი იქ არ არის, კი. და ნუ არის რჩი ფაქტიურად. თავისუფალი დრო მქონდა მოგეხსენებათ ბევრი. და მომიწია ქართულების ჭიდაობა და ვიასპარეზე ორჯერ და ნუ ძალიან კარგი იყო და მეხმარა. და გვადგება მაგალითად აი კარგი ძიუდოისტი აი ქართულს უნდა ჭიდაობდეს რა კარგად ესე ვფიქრობ რომ საყელოდან ხელების მოკიდება არ შეიძლება, მაგრამ გადავლებულს ვინც ჭიდაობს და ცოტა კონტაქტურ ჭიდაობას, იმას გაუადვილდება ქართული ჭიდაობა. უფრო ძალიან ტრამულია და ისეთია, მაგრამ მაინც ღირს რომ მოსიჯო და ერთხელ მაინც იჭიდაო. ხო, მაგ ხრივ არ არის, აი დაუშვა ტრამული რა ხანახსენი. შეიძლება ხო რაღაცა. კი, ძალიან ისეთი ცოტა უხეში ჭიდაობა. ის კდებებიც ისე სრულდება, რომ მეც ბოლო ჭიდაობაზე ნეკნი დავისიანი და ერთვე ნახევრის გამოტოვება მომიწია. და ის გარემო არის ჩემი აზრით კიდე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ის სოფელში რო ტარდება და ეს ხალხი და ეს ემოციები და ნუ ეს წრერო გაკეთებული ნახევრი და ეს გარემო ქმნის კიდე უფრო მეტად რა, ეს გაყვარებს. გინდა რომ კიდე გახვიდე და კიდე იასპარეზო და გაახარო ხალხი და ეს შეძახილები და ეს არის რა. ხანდა ქაოსი არის ხოლმე, როცა შემოდიან. ეს უჩხუბი და ეს ვიღაც თვალი მოგამოდი ვიჭიდა. მე ვერეს ვიღაც ერთი თვალი აქედან მეორე იქიდან და ერთმანეთს აჭიდავებენ და
ძველი მოჭიდავე ყველა. გართობაცა ერთობა შემადგენელი ნაწილია ალბათ. ეხლა ძალიან არ უნდა ძალიან არ უნდა იყოს ეხლა რა თქმა უნდა ზედმეტ. არა უხდება ეს პატარ-პატარ რაღაც ესეთი გადახვევები. ჭიდაობდი ბავშვობიდან ისე? კი, ქართულს სოფელს დავდიოდი ხოლმე, ეს დავყავდი რომ ეს მაგარია ჩვენ წავიყვანოთ ჩვენი სოფლიდან და მივიდოდი ხოლმე სულ ჭიდაობდი ხოლმე ქართულებს და მომწონდა ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, მაგრამ აი კეჩოვი ნელ-ნელა რაღაც ეტაპებს ნაბიჯებს გადიხარ, რომ დიდი სპორტისკენ გზას იკვალო. ხო, და მან წარმატებაც ალბათ კი, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, ხო, მაგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეჩვევი რაღაცებს. წაგება პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია, წაგებას ეჩვევი და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რომ ის მარცხი უნდა გამოიყენო, რომ შენ შემდეგ ასპარეზობებში გამარჯვებაში დაგეხმაროს და ის მარცხი არ უნდა იყოს, რომ აი წავაგე და აუ მე სულ რაღაცას ვაკეთებდი და არა პირიქით რა, მე რა წააგებ ყველა აგებს თუ არ წააგე არ არსებობს. ისე ქართულ ჭიდაობაში მომხდარა ესე რომ ვიღაცა საერთოდ არ იცი ვინ არის გამოსულა და იმასთან დამარცხებული. კი, როგორ არა. მომხდარა და ხდება ხოლმე, ხო? კი, ძიუდოშიც ვერცელო. ხო. ნუ ძიუდო მაინც კიდე ხო, კაი. თუნდაც ბოლო პარიზი რო გავიხსენოთ, ხო, ისეთ მეტნაკლებად, მაგრამ ქართულში აი საერთოდ რო იმიტომ რომ უფრო ფიზიკურად ნუ უფრო ტექნიკულის რა თქმა უნდა არის, მაგრამ უფრო ფიზიკურად უფრო ისე ჭიდაობს და შეუძლია ხა ვიღაცას ვინც თოხზე და ბარზე აქ დამუშავარ და ესე წელში თუ შემოგხვია ხელი იმისგან დასხოტობა უკვე ძალიან რთულია და დაუსხუტე ხელიდან ხო? კიდე თან ხა ქართული ძიუდოც ისეთი სპორტია რომ გამოსწორების საშუალება ნაკლებად გაქვს. აი ყველა სპორტში შეგიძლია გამოასწორო რაღაც დაეცემი, გააგრძელო, მაგრამ ნუ ერთი იპონი სუფთა და კარგად იყავე თეალაკე მოემზადე შემდეგი შეჯიბრისთვის. ნუ ეს ჩვენ სპორტს ეს აქვს, რომ ნუ ერთი წამის მოდუნება ძალიან ძვირად ფასობს ჩვენთან. ორივე ბეჭებს დააგდებ და მე უკვე კარგად იყავე. ყველგანად, მაგრამ თითქოს ყველა სპორტშია ესეთი რა. სუფთა ისე სად სამბოში ალბათ რომ ეს ფეხზე რო დარჩება ის ჩისტი სული ტერმინი რო ვიხმაროთ სუფთა დანარჩენი არის ყველგან შეგიძლია გამოვასწორო თავისუფალში კლასიკურში ყველა საჭიდაო სფეროებში ყველგან შეგიძლია ხო აქ მაგრივ ისე მართალი ხარ კი ერთი წამით მოდუნებას არ გაპატიებს არავინ ძალიან ძვირად აგიჯდება ისე დაუშვათ შენი ორთაბრძოლები რო გაიხსენო აი ტოპ 5 რო დაასახელო რომლებს გამოარჩევდი ტოპ 5 ხო ისეთი რა აი რომ შენთვის მნიშვნელოვანები 5-დან რო დაიწყო ქვევიდან ზევით მე-5 მე-4 ალბათ პირველ მედალს გამოვარჩევდი ესე ძიუდოს ტურებიდან ის დევიდის რომ მოვგე ეკატერინბურგში მესამე ადგილი ავიღე მაშინ და ის იყო ჩემი დიდების პირველი მედალი 2019 ხო ეკატერინბურგის გრან-სლემი კი ბატონო შემდეგ გრან-პრი მოვიგე პარლატისთან და ესეც ნუ რა პირველი ოქრო იყო და ესეც არა ეს ერთი ოქრო ავიღე მაშინ აი ჯების ტურებს ერთი საწყალი ოქრო მაგდა მაშინ მოვახერხე სხვათა შორის გრან-პრი ხო გრან-პრიზე გაქვს ერთი ოქროს მედალი კი ბატონო ერთი საწყალი ოქრო მაგ ეგ უნდა შევიყვანოთ აუცილებლად. კაი, ეს მე-4 ადგილი. კი, მე-4 ადგილი. ხო. შემდეგ აუცილებლად სოფლიოს ის მოლაიზთან მოგება აუცილებლად შესაყვანია მესამე ადგილი. 2019-ში, ხო. 2019 ძალიან დაიწურთა ჩემი ხუთეული. კი ბატონო. მაშინ ფინალში გადასასვლელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე კრისტოტთან სოფიაში, ეგ იყოს მეორე ადგილზე. ნუ პირველი გასაგები არის იქნება. ხო, სხვა ბევრია, მაგრამ ესე დასამახსოვრებლები და არა უფრო ვიტყვი რომ მნიშვნელოვანი ესენი იყო. სოფლიოს ფინალი. იქაც ესეთი ემოციები გამოვხატე იქ ფინალში გადასასვლელი, რომ ეგ უნდა შემეყვანა აუცილებლად იქ. ტოტთან. ეს 22 ხო? კი. ხო. ემოციური იყო, თან ძალიან კარგი გდება გამომივიდა, თან მალევე და არ ველოდი ეს მარტივ გამარჯვებას მეორე მისვლაზე მოვუგე მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან გამოცილი, ძალიან მაგარი სპორტსმენია, ტოტი მოგეხსენებათ, რამდენი ხანია. კი ბატონო. ძიუდოს სამყაროში ყველა იცნობს, ძალიან ტიტულოვანი და ველოდი ძალიან დიდ ბრძოლას და ომს და ჯახს, მაგრამ ესე მარტივად მოვახერხე გამარჯვება და ვერ დავმალე ემოციები. ხო, ტოტი სხვათა შორის ხო 50 კილოგრამში ბოლო პერიოდში ხო რა ყოველთვის
მაგარ ფორმაშია, მაგრა ჭიდაობს, შედეგები სულ აქვს. ხო, ესე ვერ დაგეგმარო, ეხლა ტოტისთან გახვალ და ესეთ რაღაც მარტივ გამარჯვებას წამოიღებ, ნუ არ არსებობს ის ყველა მთელი ძალას ენერგიას ჩადებს და მარტივად მოსაგები არ არის და ეხლა ის იყო საკლუბო რო ჩატარდა გორში. მაშინ იყო და მაშინ დავამარცხე და ბექას ყავს ერთი მე და ბექა ხო ერთ გვინიაშვილი ერთ გუნდში ვიყავით და ბექას ერთი 9 ჯერ აქვს მეგობრებო გებული ძალიან ბევრი ჯერ შეხედრილები და მე ხო მოვიდა და გამოვიდა და რა გამიხურეთ საქმე ქართველებს დამანებით და თქვენ გითხრათ ხო? ერთად ვიყავით შემეშვით. ისეთი ძალიან მეგობრული, ძალიან კარგი ზიუდოისტია, კომუნიკაბელური კარგი ბიჭია. ეხლა მე მგონი 100 კილოშია და ცოტა შორის ხო, ეხლა ბაქოში იჭიდავა 100 და წარუმატებლად რაღაც ისე მახსოვს ხო. და დამარცხდა, ზუსტად არ მახსოვს. მე მგონი ტაჯიკ სპორტსმენი. მე მგონი კი. უყურებ. თუმცა ძალიან მაგარი დონის სპორტსმენი არის. მსოფლიო ოლიმპიური პრიზიორი და არის ძალიან მაგარი. ასე შემდეგ. ლუკა, ეხლა შენი ყოველდღიური ცხოვრება როგორია? მოდი ეს რო გითხრა ეხლა, ხო? მოხდა ის რაც მოხდა, წავიდა, всё, წარსულის ამბები არის, დაბრუნდი, მიჭიდავი ორი ყველაზე მაგარი ტურნირის ფინალი, ხო? ნუ კაი იტალია დავიწყოთ. დავიწყოთ, ახაც მახსოვდა სიმბოლე გითხრა და აი რა ხდება ეხლა ეს დღეს, ეს პერიოდი სულ ვარჯიში და ანუ აი ამ ყველაფერმა ამ გამოცდილებამ კიდე მაჩვენა თუ რა მჭირდება, რა მინდა ის პატარა დეტალები ხო ახალგაზრდა რო ხარ და რაღაც ენთუზიაზმით რო ჭიდაობ და რაღაცებს რო შეიძლება იცი არ იცი, მაგრამ მაინც გამოგდის და აკეთებ. ახლა მივხვდი რომ რაღაცები რა ძიუდოში რო გითხრა რაც მეგონა რო ვიცოდი, საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და ეხლა ვსწავლობ კიდე უფრო მეტად იმ დეტალებს, აი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, პატარა დეტალები რო არა, შეიძლება რაღაც იცოდე და რაღაცას აკლებ, ერთ კუბიკს აკლებ, ერთ ნაბიჯს აკლებ და ამ ყველაფერს აღმოჩენა გარკვეულწილად დავიწყე და ნუ იმაზე მუშაობ, რა თქმა უნდა, ვარჯიშობ სულ და ის ერთი წელიწად დამაკლა კიდე უფრო ორმაგად, რომ ეს ყველაფერი უნდა ამოსანაზღაურებელია და სულ ესია დატვირთული ვარ დილას ვარჯიში, შუადღეს ვარჯიში, საღამოს ვარჯიში და ნუ მემზადები შემდეგი ტურნირებებისთვის, რომ გავიხარო ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი, რაც თავარია და რაც მაქვს, ისაც მაბედნიერებს, ესე რომ ვთქვა. და არის ეს რუტინა მაქვს ჯერჯერობით, სხვა არაფერზე არ ვფიქრობ. სხვა გვერდზე რაღაცები არ მაქვს ჯერჯერობით და ნუ ვარჯიში. შრომა და შრომა. შავი და შავი. ერთხელ თქვი რომ შენთვის ერთ-ერთი მისაბაძი სპორტსმენი შავია, ხო? კი, რა თქმა უნდა, ძნელია. ისეთი ადამიანია, რომ ძნელია ის მისაბაძი არ იყოს თუ შრომას და ვარჯიშს რაღაცას შეეხები, პირველ ნომრად ჩემთვის ის ადამიანია, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი რას აკეთებს და რას დებს იმისთვის, რომ იყოს ის ვინც არის. არ ვიცი, როგორ ვარჯიშობს ვერ გეტყვით. ეს უნდა ნახოთ. ერთხელ უნდა ნახოთ როგორ ვარჯიშობს. ალბათ რა გონია რომ ბოლო დღეა და ხვალაც არის ვარჯიში. შეინახე ცოტა ენერგია, ხვალაც ხონდა ვარჯიშო და ყველა ვარჯიშს ესე ვარჯიშობს, ხო? ახლა ის ვარჯიშობს და ნუ ძალიან ის საქმე სადაც არის, მისთვის არის ნომერ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერს რო უყურებ, მე ძნელია რომ არ მოგეწონოს და შენთვის მაგალითი არ იყოს. ის ყველაფერის მონდომი ამდენი წლისაა და პატარა ბავშვით არის, პატარა ბავშვით ვარჯიშობს, ისევ ის ენთუზიაზმი, ყველაფერი მოგებული აქვს. რაც შეიძლება რომ მოიგოს, ყველაფერი მოგებული აქვს და თვალებში რო ჩახედავ, პატარა ბავშვით არის, რომ აი კიდე უნდა, რომ ის ყველაფერი მოიგოს და ნუ მარტო კი არ უნდა აკეთებს, რომ მოიგოს და ეს დანიშნულოვანი. ამ ყველაფრის არ დანახვა ცუდია და ძნელია. თერამხელა мотиваცია არის მართლა. აი მართლა რომ აი ხო შეხედავ ახლა ნაკრებში 20 წლისაც არის 18 წლისაც ყველა ასაკის ადამიანია და 33 წლის ადამიანს შეხედავ და სხვა იმით არის პატარა ბავშვით არის მართლა ის მოწესრიგებული ეს ყველაფერი ის დალაგებული ის ვიტამინები ეს გამზადებული რომ წავიდეს და ივარჯიშოს. ამ ყველაფერზე ხელი შეშლა ალბათ ძალიან
ცუდი არის, რომ ზოგი იტყვის, რომ ეხლა ჩვენთან ადამიანები მოგეხსენება ცულიმით არ შემოიფარგლებიან, რომ გიგულ შემატკივრონ და გვერდში დაგიდნენ, რომ ამდენი წლის არის და ესე ამდენი წლის რო რას ნიშნავს? მაგას ვერ ხვდები. თუ შეუძლია და თუ აკეთებს, ხელი არავის არ უნდა შეუშალოს, თორე თუ შეუძლია, პრობლემა არ არის. მე ასაკი მართლა უბრალოდ რიცხვებია, თუ შეხედავთ, მიხვდებით. მე მახსოვს ლონდონიდან მაშინ იყო 20 წლის. როგორ მოხდა მაგ ოლიმპიადაზე, ხა ეგეც ხო ყველა ის იყო ხო ცნობილი ამბავია და არავინ არ ელოდა ხა იქ სხვა ლიდერები იყვნენ გუნდში და ყველა მათგან ელოდა ხო წარმატებას და უცებ ჩვენ მოკვდავები ესე ვიწყებთ ძიუდოს, რომ ნაბიჯი ისე რაღაცას მოვიდა, ამან იქიდან დაიწყო. ანუ ძიუდოში მოვიდა და იქიდან დაიწყო ძიუდო. ნუ ესეც ხო ძალიან ის არის, რომ პატარა ბავშვი ხარ, უცბად მიდიხარ ოლიმპიადას იგებ და შემდეგ აგრძელებ ამ ხელა კარიერას, ამ ხელა გზას. ეს კიდე უფრო რთულია. ჯერ ოლიმპიადა მოიგო, მერე გახდა ევროპის ჩემპიონი. მერე გახდა, კი. ბრაზილიის სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონი, აგერ ოლიმპიადის მოგებიდან ლამის 10 წლის მერე 21-ში მოიგო, ხო გახდა. კი. როგორი ამბავია. შეკრა ეს სანატრი სამეული. კი, და ოლიმპიადებზეც შეკრა. კი, ოლიმპიადებზეც 3 სინჯის მედალი, ნუ მეოთხე შეეძლო. ასე ვიზათ. ხო. რა ხდება? და მე მგონი აპირებს რომ კი, აპირებს. იბრძოლოს. ის რა ქვია, 5 რგოლი აქვს ოლიმპიადასა და ესე იძახის. ვერ გაამტყუნებ. ვერც გაამტყუნებ მართალია. ხო, ნაბლოკ. ჩემთვის ერთი რგოლი მაინც არ არის. ჩემსაც რგოლი არ აქვს. ესია. სპორტი მაინც როგორი ის არის ხო რა. რთულია. თავისებური ხო, რაღაცა ბევრი რამეებისგან შედგება რა. ძიუდოს ჯუდოს რას უსურვებდი? ისე ლუკა ხშირად არის ხოლმე კამათი, აი რას ამბობთ ჯუდოს ნუ უწოდებთ ძიუდოა. მე მესმის, ეხა მე მაინც ძველი ყაიდის ადამიანი ვარ, ეხა მესმის ჩვენნაირი და კიდე უფრო სხვა ადამიანების, ვინც მე ძალიან ყველანი შევეჩვიეთ, ეხლა და ძველი თაობა კიდე უფრო შეეჩვია, ხო, ძიუდო და ჯუდო რო, მაგრამ მე ვთვლი რომ ჯუდოა რა, მაგრამ ამაზე ჩხუბი და რაღაცა არ შეიძლება, მაგრამ ზოგი ღიზიანდება და ეს არ მომწონს ხოლმე რა. ნუ რა თქმა უნდა ჯუდოა, ამაზე ყველანი თანხმდებით, იმიტომ რომ იმ ადამიანმა როცა შექმნა ჯუდო და არ თქვა და ჩვენ ანბანშიც გვხდება ეს ასო გვაქვს ეს ჯუდა, ნუ რა ვქნათ. მაგრამ შეგვიძლია ძიუდოს დაუძახოთ, იმიტომ რომ მე ძიუდოზე გავიზარდე და სულ ყველა ძიუდოთი იცნობს, მაგრამ ნუ რეალობა ჯივა და ჯუდოა. ამას ვერ შევძლო. ისე ამაზე ერთი სულ ამბობდი ადრეც რომ ერთი ის უნდა გავაკეთოთ დისკუსია, ხო ისე რომ მოიწევდა თავისას ამბობდი. ალბათ ყურში ახლა არ გვხდება, მაგრამ ნელა მიეჩვევა ახლა. აი იგივე კიმონოც ხა არ არის ეს კიმონო ჯუდო. კი, არ არის ხა კიმონო, არის ხალათი იაპონური ჩასაცმელი ტრადიციული ჯუდო. ხო. ჯუდოში როგორ ფიქრობ ჯუდო როგორ მიდის, ანუ ამ სპორტის აი ხა თქვენთვის სპორტსმენებისთვის ხა ჩვენ კიდე სხვანაირად უყურებთ, ხა ჩვენ მაინც სენი ვართ ხა გულშემატკივრის სპორტს, ნუ ჩვენ ძალიან მაგრა ჩართულები ვართ, ხა თქვენ გიყურებთ და თქვენ გაფასებთ და თქვენ გახმოვანებთ და თქვენ მაგრამ თქვენთვის კიდე უფრო სხვა არის, ხო? რას ისურვებდი ამ სპორტის? ძიუდოს უსურვებდი, რომ ნუ ძიუდოს ისეთი პოტენციალი აქვს, რომ ეხლა რაც არის შეუძლია 10 ჯერ უფრო მაგარი იყოს და 10 ჯერ უფრო მაგარი შეუძლია რომ გახდეს და 100 ჯერ უფრო მაგარი გახდეს და ნუ ალბათ რაღაცეების ცვლილება ცოტა ზემოთ. ნუ ეხლა ზუსტად არ ვიცი ხა დეტალებში რა როგორ ხდება და როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ნუ ერთი ადამიანი რომ რაღაცას ძალიან დიდხანს უდგას სათავეში, ვთვლი რომ რაღაც იმას ამოწურა, თავისთავი ამოწურა, თავისი მაქსიმუმი დადო და ეხლა ახალი სისხლია საჭირო, ახალი ფიქრია საჭირო, ახალი რაღაც ნუ და ალბათ ამას რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს და ვფიქრობ რომ ძიუდოს კიდე შეუძლია რომ შორს წავიდეს. ყველაფრით შორს წავიდეს და ძიუდოს უსურვებ რომ დარჩეს ის რაც არის, ეს იდეა, ეს როგორც შექმნეს, რომ ეს ღირსებაზე აგებული, პატივისცემაზე აგებული, ეს ყველაფერი შეინარჩუნოს თავისი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის ცვლილება მიდის და არ მინდა რომ რაღაც ცუდისკენ შეიცვალოს, პირიქით განვითარდეს და ნუ ამ ყველაფერს უსურვებ, რომ უფრო განვითარდეს და შორს წავიდეს, იმიტომ რომ ძიუდო ამას იმსახურებს განვითარებას. განვითარებას ყველა და ყველაფერი იმსახურებს და ძიუდო მით უმეტეს. იმიტომ რომ ჩემთვის ძიუდო არის მართლა ყველაფერია, ოჯახიც,
მეგობარიც, რა ვიცი, ყველაფერი მომცა ძიუდომ, რაც ახლა გამაჩნია, შეიძლება რაღაცები ისაც მქონდა, მაგრამ ისეთ მეგობარს გაცნობს ისეთ ადამიანებს, ისეთ ხალხს, იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომ შეიძლება არც მომლანდებოდა, რომ ისეთ ადგილებში ჩავსულიყავი და ეს ყველაფერი ეხლა ვფიქრობდი მაგაზე მეც რა რამდენი აი თუნდაც რომ შევეშვა სპორტულ მიმართულებას რამდენი რამის ნახვის საშუალება მოგვცათ თქვენ და ჩვენ 60-70-80 ქვეყნიდან ადამიანი იყრის ერთ სივრცეში თავს და იქ რაღაც აზრს გაცვლი, რაღაც ახალს გაიგებ, ეს მარტო მოგება და წაგება ხო არა, ესე არ უნდა შეხედო და ძიუდო მართლა ესეც არა, სხვა ფილოსოფიაა, რომ ესე მოგება და წაგება ესე გარედან ჩანს, თორე შიგნით იმდენი რაღაც ხდება და იმდენი რამე სასწავლი და სანახავი და საინტერესო, რომ ეს ყველაფერი ძიუდო მოგცა ჩვენ შენს ნანახი გაქვს, მეც ნანახი მოქვს ჩემ თავზე და დაიწყო დიდმა პაპამ. დიდმა პაპამ და ეს იაპონელმა და ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიტანა. ჯიგორო პაპამ. კი და ძალიან საინტერესოდ მიდის და უსურვებ რომ კიდე განვითარდეს და იმიტომ რომ შეუძლია პოტენციალი აქვს და სულ ვიძახით ხოლმე რომ ჩვენ ძიუდოისტები არანაკლებ შრომობთ თუმცა არა ვიდრე ჩოგბურთელი, ვიდრე ფეხბურთელი, ვიდრე ეს ძალიან შეიძლება ზოგი შეურიო გუნდური სპორტი, მაგრამ ისე ხა ყველაფერი მაინც მატერიალურთან მიდის და ფულთან მიდის, ესე რომ ვთქვა. და ისე არ ფასდება ჩემი აზრით ძიუდოისტის შრომა, რასაც შრომობს და რასაც დებს. ხო და შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს დაუფასდეთ, მაგრამ იქ იმათ უკან ძალიან ბევრი არიან და ძალიან ბევრი შრომობენ. და უფრო თუ მეტი დაინტერესება მოხდება, მეტად განვითარდება, უფრო იმიტომ რომ შენი შრომა როცა ისე ფასდება შესაბამისად, რომ მნიშვნელოვანია და უფრო მეტი გაკეთება შეგიძლია და სრული გააქვს. კი, მესმის. ხო, ვუსურვოთ ეგრე ხო, რა თქმა უნდა, უფრო დაფასებული ყოფილი იყოს და მაგრამ ხალხის სიყვარული მაგრამ ისე ხალხის სიყვარული ანუ როგორც ესე რო ვიძახი რომ ეს მატერიალურად იმათ აქვს ეს ჩვენ გვაქვს ეს ხალხის სიყვარული აი რაღაცები არის რა რაც საბალანსო აი ეს არის საოცარი რომ აი ქუჩაში რომ მიდიხარ და როგორც აი შენ ადამიანი პირველად რო ნახე და პირველად რო ხედავ და ისე რო გელაპარაკება რომ თითქოს შენი ძალიან ახლობელი ბიძა, მამა და აი გულში რო ჩაგიკრავს და აი შენ გენაცვალე და შენ გამზდელს ვენაცვალე და აი არ ვიცი რა სადმე რესტორანში ხარ და სადმე რო ისე რო სუფრას რო გადაგიხსის და რომ მოვა და რომ ისე რომ დაგლოცავს და ისეთ ყურადღებას რო გამოიწევს ამ ყველაფრად ღირს რა ეს ყველაფერი უკვე ეს შრომა ხვდები რომ ყველა არ გიშრომია და ეს ფუჭად არ ჩაულია შენ შრომას და რაღაც ხალხს აბედნიერებ და რომ მოგწერს რომ მე რომ თელი წლიდან წლამდე იმიტომ ცოცხლობ რომ თქვენ გიყუროთ და თქვენ რო იმარჯვებთო მე ამით ვიმარჯვებ და მართლა ესია რა რაღაც ომის და ისეთი ქვეყანა ვართ რომ ძალიან ბევრი აქვს ჩვენ ხალხს და ჩვენ წინაპარს გამოვლილი და ძალიან ბევრი ტანჯვა და შენ რო შენი გამარჯვებით რომ ყველაფერს ახარებ და შეგიძლია რომ გაახარო და დაავიწყო ის რეალობა რაში ცხოვრობს და არ იყოს იმის რეალობა კარგი ეს კიდე უფრო მნიშვნელოვანია. იგივე ემიგრანტები ხა ტურნირებზე ძალიან პარიზშიც ემიგრანტები კიდე აი ყველაზე მეტად გული მაგაზე დამწყდა რომ ამდენი ემიგრანტი იყო ჩამოსული და რო შეეცროთ საქართველოს იმნი მოესმინა და ეს იმნი რომ ვერ შევძელი და ვერ მოვასმენინა კიდე ამაზე მეტად წდება ხოლმე გული რომ შენთვის ადამიანს 1000 და 1500 და 2000 კილომეტრა გამოვლილი რომ ჩამოვიდა გიყურეს გვალეშიკობს და შენ ერთი ჰიმნი უნდა მოასმენინო ვალდებული ხარ ესე იქნება ეგ კი რა თქმა უნდა წინ კიდე გულშემატკივარი დაელოდება შენგან და სხვა ბიჭებისგან და გოგოებისგან ხო ხო და რესტორანს რაც შეეხება ის მაგარი ჩვენ გვაქვს ბევრი მოგონე ერთი მაგარი ყველაზე მაგარი ალბათ ხო ესეთი მოგონებები რესტორანთან დაკავშირებით და ხაშურში მაგარი იყო ხო საოცრება იყო ეგეთი რამე არ ვიცი ეს არის ჩვენი ის იყო ან ჩვენი რესტორანია და ჩემი ის არის რა რესტორანი და ის დარბაზი ესე რომ ვთქვა. და სულ ეტევა 500 ადამიანი. ხო და ანუ დაპატიზე მამა ჩემი ესე პატიზებს ხო შენ და ყველას და ვიცაც ნახავ და მოდით და რა თქმა უნდა ესე ვერ გათვლი და იმდენი ხალხი მოვიდა რომ ფიზიკურად არ შეიძლებოდა იქ დატევა და ესე მოდიოდნენ რომ ადგილი არ იყო რომ ეს დაგვინახავდნენ გილოცავ და ესე მიდიოდნენ და ზოგი ქვემოდასხა ზოგი ზემოთ ზოგი პატაძრის მაგიდა და არ ვიცი მაგდენი ხალხი მართლა და ესეთი სიხარული რომ ყველა ერთ სიხარულს რომ იზიარებს ის შესავით ეს ძალიან მაგარი ხო ჩვენ ქვეყანას აი ეს აუცილებლად ჭირდება რა მეტი ესეთი ემოციები და კარგი დადებითი ამბები რა ლუკა შემდეგი ტურნირი მოდი ეს ამაზე რო გითხრა შემდეგი ტურნირი იქნება სახლში ხაშურში ეხა მეტყვი რა სახლში
ცოტა შორს არის ჩემი სახლიდან, მაგრამ თბილისში იქნება შემდეგი ტურნირი. და შინაური კედლები შევეცდები, რომ ის მეშვიდე იქნება ოქრო იყოს და გადავცვალო. აი ეს მეშვიდე იმაში, რა ქვია, ვერცხლებში, თორე ისე 3 ბრინჯაოც მაქვს გრანსლემებზე და კი. და იქნება არა 6 აქვს. ხო 6 ბრინჯაო 6 ვერცხლი. 6 და 6 ხო, აი ხა შევხედე. და გურია 6 12 медали გაქვს. კიდე თან ეს ისინიც სუფინალში გადასასვლელები ვარ უმეტესი ის ბრინჯაოს ისენი, ხო? ახალფინალები უმეტესი. ხო წინაზეც პარიზის ტურნირზე ეს აზერბაიჯანელთან დავმარცხე ის თავით ან დავახეთქე ის აზერი და მე ფატიევი ხო მურატ ფატიევი ხო ძალიან ისეთი გრძელი შეხვედრა გქონდა და ბოლოს მოგვერდზე ოგოშიზე დავახეთქე და ის თავი დავდე და მომხსნე ხო აი ეგ ეს ცუდად მახსოვს ეს თავით მოხსნა და რა მოიღეს კარგია არ მოგებულის კი მოქვს მაგრამ ასე მომხსნეს სპორტსმენ მაგრამ მაინც კარგია ბევრი მოულოდნელობა იყო და ეხლა მოულოდნელობა უფრო ნაკლებად არის მაგ კუთხით და იქნება თბილისი ვიჭიდავებ ფორმაში ძალიან კარგში ნელ-ნელა ვითარდები და უკეთეს ჩემ ძველ ფორმას უბრუნდები უახლოვდები რაც თავარია და ნახოთ რა იქნება თბილისში კარგი ტურნირი ჩანს უკვე იმდენი ხალხია დარეგისტრირებული რომ ჩემი აზრით სანამ ბოლოში მივა კიდე ბევრი მაგარი ძიუდოისტი დაემატება ჩვენების სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ დიდი ალბათობით ყველა ტოპ ძიუდოისტი იქნება და ნახოთ ძალიან კარგი ჩვენი დიდი სურვილია თუ გულშემატკივარი მოვა დაგვაფასებს ისიამონებს ძიუდოთი რაც თავარია და გავავსებთ არენა იმიტომ რომ ის ემოციები დამიჯერეთ ძალიან დიდხანს გაგყვებათ რომ თქვენი სპორტსმენი შეგიძლიათ რომ თქვენ ქვეყანაში გულშემატკივროთ ეს ძალიან მაგარია რაც ბერსიზე აკორ არენაზე ხდება ხოლმე ერთი ეგეთი რომ პატარა გადმოვიღოთ აქაც მოუხდება თბილისი იმიტომ რომ ხალხს ძალიან უყვარს ძიუდო და ნუ რატო არ იფსება ხოლმე ესე ვერ ხდება საერთაშორის ხო ეგ შევახსენოთ გულშემატკივარს ესე იგი 21-23 მარტი დაახლოებით ერთ თვეში თბილისის ახალი სპორტის სასახლე და ხო ეს გავსება ალბათ აი ქვედა ტრიბუნები ფაქტურად მთლიანად ივსება ხოლმე არა ეს სრული ანშლაგიროა სულ ერთხელ მაგ დაჭიდავები ეს სულ მინდოდა ხოლმე რომ აქ მეასპარეზა მეჭიდავა და ნუ ისე ხდებოდა რომ ხან არ მინდოდა ხან ისე იყო დაგეგმილი რომ ვერ ხდებოდი ხან ისე იყო რომ ხან კორონა ის და ერთხელ მომიწეჭიდაობა და ეხა მეორედ და ის პირველი ასპარეზობა იყო და ის მართლა ძალიან ისეთი ემოციურია რომ შენი რატომღაც მეგონა რომ ხო ერთხელ ხარ გამოსული თბილისის გრანსლემზე ეხა ის იქნება მეორე თუ იქამდე რამდენ მოვიტეხე მოვიცე ჯვარი მწერია ხან ბანაწლავი რაღაცეება შემიშალა ხელი ეხა იმედია ჭანთელი ვიასპარეზებ სულ მალე მოვა ეგ დრო მალე გადის მართლა მალე გადის ძალიან ჩქარა გადის ხო აგერ გავიხსენეთ ის ბაჰამების სოფლიო ჩემპიონატი და კაი 7 წელი კი არის გასული იქიდან და აი 20-20-იც ეს თითქოს ეხლა ხანს იყო და რამალე გავიდა ხო ეხა ის ვიდეო ხშირად იდება ხოლმე თქვენი ჭიდაობის პატარები რო ხართ ხო და მართლა როგორი მაგარი შეხვედრა არის ძალიან მაგარი სპორტსმენები დახუნძრული და მაგარი დრო იყო და მაგრამ ისე უცბად გაიარა რომ ეხლა ისე თავი პატარა მგონია ხოლმე მაგრამ ასაკიროს რო გავიხსენებ აღარ ვარ პატარა 19 წელს აღარ ხარ, მაგრამ შესაძლებლობით ისე პატარა ვარ და შემიძლია ჯერ 1-2 კაცის აქცია. 1-2 აქცია შემიძლია ჯერჯერობით ნახოთ. მეტისაც აგერი. საჭირო დროს იქნება. ხო. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა. რამე ისეთი ხო არ გინდა გულშემატკივარს უთხრა ან
მიმართო ან რაღაცა პირიქით მადლობის გადახდა მინდა იმ ყველაფრისთვის თუ რა ემოციებსაც და რა გულშემატკივრობასაც ხატავდნენ ჩემი მიმართულებით ისე თითო SMS-ი თუ გამხნევება რომ არ დანებდე და ყველაფერი წერდნენ ესე ხო ძალიან ბევრი SMS-ი იყოს არის და შენ გულშემატკივრობ და ეს ყველაფერი ვიცით რაც ხდება და რაც მოხდა და ესე და არ დანებდე და არ გატყდე და ეს ყველაფერი მართლა ძალიან დადებითად აისახა და შეიძლება მე ეს ყველაფერი მინდოდა მაგრამ კიდე ეს ყველაფერი რო უკან ზურგს გიმაგრებს და იცი რომ ამდენი ხალხს რაღაცა შენ გიყურებს და გულშემატკივრობს ეს კიდე უფრო ისეთი იყო მიმძაფრებდა სურვილს რომ მალე დაუბრუნებულიყავი უფრო ისეთი ძლიერი და ამ ყველაფერში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ძიუდოს გულშემატკივრობისთვის დიდი მადლობა და შენ გადაგიხადო ეს დიდი მადლობა იმიტომ რომ ესე ალამაზებ ძიუდოს ტურებს მსოფლიოს ჩემპიონატებს და ნუ ყველა დიდ ტურნირს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა რომ შენ არის ადამიანი ყავს ესეთ მაგარ ადგილას და შენი ხმა ესმის თლიან დარბას და ნუ ჯერ მარტო რა დღის რომ ქართველის ესეთი რთულად წარმოსათქმელი გვარები რა შენი არ არის რთული ჩემი მარტივი სახელით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერ გაიგე რომ მეკითხება გვარი დამოვიწყდა ეს შელდონი კომენტატორი მეკითხება რომ აი ჭანურო გამგაცხადა და მეთქი არ ვიცი რა გამოაცხადა როგორი ემოციები იყო რომ სოფლიო ჩემპიონი გამოგაცხადა და მეთქი არ ვიცი ხა თუ იტყვის გავიგებ არ მომისვენია მართლა ხო არ გამიგია არაფერი საერთოდ არაფერი გამიგია never heard it You never heard it. Did he say your name okay? No. Was good? კარგად გამოვაცხადე შენი სახელი. მაგრამ ჭანო ყოველთვის კარგად აცხადებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი იყოფნა და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ. გავიდით ბოლოში ამოსობაში. ხანდახან ეს გადაცემაც მალე გავიდა ეხლა უყურებ დრო რამდენი არის რომ რამე ისეთი სულ მინდა რომ რაღაცა რამე ხوار გამომჩა რამე ხوار ისეთი კითხო მე აი ხელმოწერა გვინდა შენგან ჩვენი ყვალი რო აქვს დავტოვოთ აუცილებლად და იმიტომ რომ თქვენ ეხლა ძალიან დრო გადის მე კიდე უფრო აფასებ ამას რომ დიდ კვალს სტოვებთ რა. მაგის მინდოდა თქვენთვის. ქართულ სპორტში და ჯუდოში განსაკუთრებით. გადის რაღაცებს მართლა სხვანაირად უყურებ რომ იქ რო ხარ ისე ვერ აფასებ სად ხარ და რა საქმეს აკეთებ და აი ცოტა რომ მოშორდები და გვერდიდან რომ შეხედავ, აი მე უკვე ხვდები რომ სად ხარ და რა საქმეს უდგახარ ეს რა საქმეს აკეთებ და ნუ მართლა არ არის მარტივი, მაგრამ ღირს ეს ყველაფერი ამის კეთებად. ამიტომ მოუწოდოთ პატარა ძიუდოისტებს რომ ჩადონ ყველაფერი ის რაც შეუძლიათ და რაც არ შეუძლიათ რადგან ასახელონ თავიანთი ეს პატარა ქვეყანა ნუ მართლა სულ თითით საჩვენებელია ხოლმე რომ ნუ საქართველოს ყოველთვის იაპონია საქართველოს საფრანგეთი საქართველოს იაპონია საფრანგეთი ნუ ეს სამი ქვეყანა ალბათ ეხა ყველაზე წამყვანი და ნუ ტოლს არ უდებს ისეთ ქვეყანას ნუ არ ვიცი ალბათ ჩვენ რამდენი ვცვართ იმდენი ძიუდოისტი ყავს იაპონიასთან ეს მარტივი აი საფრანგეთზე ვიცი რომ ჩვენ რამდენიც ყავს იმდენი კლუბია კი ესეა და თან მართლა ისწავლეს სკოლაშიც ისწავლება ეს ძიუდო ყოველას რაღაც ეტაპზე გავლილი აქვს ნასწავლი აქვს ან როგორც ჩვენთან ფიზიკულტურა ისე აქვს ძიუდო და ჩვენთანაც ვისურვოთ რომ ესეთი რაღაცა იყოს და უფრო განვითარდეს სამხრივ უსურვოთ ატარებს, რომ თავიანთი რაღაცეები ცოტა გვერდზე გადადონ ეს სურვილები, ეს ისეთ რაღაცეები და ნუ ძიუდო უფრო მეტად დააფასონ და ივარჯიშონ ბევრი და ბევრი. და წარმატებაც მოვა. წარმატებას არ დააყოვნებს, აუ ძიუდოს თუ ბევრს რამეს მიცემ და გაიღებ ძიუდოსთვის, ძიუდოც უკან ორმაგად დაგიბრუნებს. ისე მაინც რთულია, ხო, ძალიან დიდი მიაქვს რა, ენერგია, კანცი რა, აი ყველაფერი შეიძლება. ენერგია რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კიდე მეტად სტრესი რა, სულ ანუ ერთ იგივე საქმეს დიდხანს კეთება ისაც არ მიყვარს, მაგრამ ნუ ძიუდოში გიიწევს, რომ რაღაცა რომ ისწავლო ერთ და იგივე რამე ბევრჯერ უნდა გააკეთო და ეს ყველაფერი ცოტა სტრესულია, რომ ყოველ დღე ერთ და იგივე ის კეთება მოგეხსენათ მარტივი არ არის. ამიტომაც არის რომ ხან ჩოგბურთს კი. სხვა სახეობებს. მაგრამ თავარი მაინც ტატამიზე ელოდება გულშემატკივარი ხო შენ წარმატებას და მედლებს და ტიტულებს რომლებიც გაქვს
და ძალიან უაღრესი დონის ყველა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა გამორმაგება ჭირდება. ბევრი რამეა და შენზე უკეთეს სვამ არავინ არ იცის. ლუკა ძალიან დიდი მადლობა, როგორც ვიცი, დღესაც ახლა ვარჯიშიდან მოხვედით. კი. შენ და მეზაზო. კი, მე და ზაზო ვარჯიშიდან მორჩა და პირდაპირ აქ წამოვედით შენთან. ხო. მადლობა. მადლობა. თავარია დაბრუნდი, თავარია ფორმაში შეხვედი, შედიხარ. კი. წინ არის ყველაფერი და ჩვენ როგორც ჩვენი გადაცემის მაყურებელი და შენი ძალიან დიდი გულშემატკივარი დაელოდება შენს გამოსვლებს თბილისის Grand Slams როგორც თქვი, აქ სადაც იასპარეზზე და შემდეგ უკვე წინ არის მალევე იქნება ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო, ნუ ხა იქ ალბათ ჩამოყალიბდება ხო, გუნდის შემადგენლობა როგორ ხო რა იქნება. ჩვენ არ შევიდეთ. არა, რა თქმა უნდა, არა, შემადგენლობა შეიძლება ვერ ხვდები გუნდში და არც წინასწარ ვერ ვილაპარაკ. ყველაფერი, ხო, ყველაფერი ეს როგორ საქმეა, მაგრამ რაც ვიცი იმას კი, არა, კი, ბატონო. მაგაზე შემდეგ ჯერზე ვისაუბროთ ხოლმე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ ლუკა მაისურაძეს, რომელიც დღეს ესტუმრა ჩვენს პოდკასტს და შემდეგშიც ავუტოვოთ სურვილი დიდი რომ კვლავ მოვიწევთ მას ჩვენ გადაცემაში და მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც გვიყურებს. ლუკა რამეს არა, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ხო. და გვიყურეთ ჯუდოს პოდკასტს, იცით ჩვენი სპონსორი და მხარდამჭერი გახლავთ ლიდერბეთი, ლიდერსპორტი და წინ ახალი გამარჯვებებისკენ. ლუკა, დიდი მადლობა, გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს.